სახელითა მამისა და დადისა და დასრულისა წმინისა ჩვენთან არის ღმერთი. არც დაიყოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სული წმინდის მადლით აგავსოთ და ყველას გილოცავთ. დღევანდელ ამ უდიდეს დღესასწაულის მოგზავნებას ჩვენთან ეს არის სამიბობო და ყოვლადწმინდა სამება შეგეწიოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ერთარსება სამება ჩვენი ღმერთია, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი და განსაკუთრებული დღეა და ყოველი ქრისტიანი ცდილობს ხოლმე რომ ამ დღეს მივიდეს ეკლესიაში და ადიდოს უფალი და მადლობა შეწიროს ღმერთს და თუ რამე შესაძლებელია იმასაც ავედრებს ხოლმე. დღეს არის განსაკუთრებული დღე. დღეს არის ის დღე, ამ დღეს დაარსდა ეკლესია. ეკლესიის გარეშე ჩვენ მართლმადიდებლებმა ვიცით რომ როგორ უნდა ცხოვრდე ადამიანი, ხო? თუ არ იყო ცირვალოცვა, თუ არ ეზიარე, აღსარება არ მოინათლე არა და ამის ყველაფერი საჭირო იყო და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა აბა შევხედოთ, ღმერთმა შექმნა ადამიანი და როგორ მოვეკეცით, ხო? ერთადერთი ცნება დაგვიწესა და არ დაუჯერეთ, ვიღაცა მოგხიბლა რაღაცით და იმის მერე შენდობას არ ვითხოვეთ, გამოვარდით იმ გარემოდან, სადაც ღმერთთან ვიყავით და დღეს წვალებით უნდა მოიპოვოს არჩო საბადებელი, დედაკაცის როგორ წვალებით შოქს. უნდა უფალმა მაინც რაქნა, ხო? მაშინ როდესაც უკვე დავკარგეთ სასუფეველში ყოფნის ყოფობა და აღმოვჩით ამ დედამიწას და ბუნებას როგორ შეცვალეთ ყველაფერი, ჩვენში ხო სიკვდილი შემოვიდა და ცხოველების ბუნება შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა, მანამდე ეკალი და რაღაც თუ არ იყო, ეკალის გაშდა, მანამდე თუ ბალახს ჭამდნენ ცხოველები, ხო? ერთმანეთის ჭამაზე და ადამიანების ჭამაზეც გადავიდნენ. და ერთმა ჩვენმა ცოდვამ რამოდენე რაღაც გახსნა, ხო? გახსნადი გახადა სამყარო. ან შექმნილი იყო ქრისტეს იყო, ხო? ადამიანს ემეფა იქ და სიკეთე ენახა, ყოველივე სიკეთე ენახა და საბოლოოდ ისევ ღმერთთან ყოფილიყო ნეტარებაში. და ჩვენ ადამიანები მიდრეკილები ვართ ზოგადად ძალიან ცოდვებისკენ, ხო? არ გვინდა ხოლმე გამოვწეთ ამაში, მაგრამ უნდა ჩავხედოთ ხოლმე ჩვენ თავებს ყოველი დღის ბოლოს, თუნდაც დღის განმავლობაში შევხედოთ რა დავაშავეთ, რა არ გავაკეთეთ ისე როგორც იყო საჭირო. და ღმერთს, რადგან ადამიანი გვირგვინად, სამყაროს გვირგვინად ყავდა შექმნილი, რა გააკეთა, ხო? კარგი, ღმერთს არ უჯერებდით და მხოლოდ ჩობილი ძე, ისაც ღმერთი, ხო? ერთარსება სამების მეორე პირი, გამოაგზავნა ჩვენთან და იმასაც რა უყავით. შევშურდა მოვინდომეთ რომ მიწაზევე გვემეფა, ხო? კონკრეტულად. და მაგისთვის რომ არ იყო და მისი მეუფება რომ აბსოლუტურად სხვა მეუფება იყო, რა უყავით, ხო? ჯვარს ვაცვით, მოვკალით. მაგრამ მან თავისი სიკვდილი და თავისი სისხლით გამოგვისყიდა. გამოგვისყიდა და იმის მაგივრად რომ დავესაჯეთ სამართლიანად, რა გააკეთა, ხო? დღესაც ჩვენ გვიყურებს და ვაშავთ, ხო? ხშირად. თითოეული ჩვენთაგან. ეს ხომ ძალიან ცუდია, ხო? როგორც ვიქცევით ხოლმე, ვითომ ღმერთს ვადიდებთ და სინამდვილეში არ შევხედოთ. ჩვენი საქციელები რას გავს? ერის საქციელი იქნება თითოეული ადამიანის საქციელი, ხო? რითი მადლობთ უფალს და უფალმა უნუგეშოდ რო არ დავრჩენილიყავით. ყოვლადწმინდა სამების მესამე პირის სული წმინდა ღმერთი მოავლინა ჩვენთან და დღეს გვაქვს საშუალება ისევ ცხონდეთ. სიცოცხლე გქონდეს ღმერთთან. კვლავ დავიბრუნოთ ის საუკეთესო და ის იმედი,
რომ ღმერთთან ერთად ვიქნებით ნეტარებაში. ადამიანი ხო იმიტომ შექმნა, რომ თვითონ მარტო არ უნდა თვითონ ნეტარებაში ყოფნა და ჩვენი გახარება უნდა და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ დაუჯეროთ, მოусმინოთ და ჩვენთვის სასარგებლო გავაკეთოთ. ღმერთი რას გვეუბნება, რამეს გვიშლის? ერთი გვეუბნება რას? ჩემზე ძალიან არაფერი და არავინ არ შეიყვარო. მე რომ შენთან ვიქნები და ყველას ძალიან გეყვარები, მე შეგიყვარდება, ღმერთი თვითონ სიყვარულია და ღმერთი თუ შენში შემოვიდა, ხო? როცა შენში შემოდის, ხო? იმაზე კარგი ვირა უნდა მოგცეს. აი მაგალითად რა ეკლესია, ხო? ავიღოთ ეკლესია, დღეს წირვა გქონდა, ხო? უსისხლო სხერჩეწირვა მოხდა, პური და ღვინო ღვთისმსახურების დროს გარდაიქმნება უფლის ხორცად და სისხლად უწმინდეს რამეთ და ვინც ვიღებთ იმას, რომ ჩვენში შემოდის უფალი. უფალზე დიდი შენში ვინ და რა უნდა შემოვიდეს, ხო? და რომ შემოდის თან, ეს არის ცოდვების მიდრეკილებებს სვავს, ცოდვებისადმი მიდრეკილებებს. და ის ხომ შთაგაგონებს, ყოველივე კარგს შთაგაგონებს, ხო? და გონიერი ადამიანი ამაზე უკეთეს ადგილას ადმივა. ჩვენ ხშირად ეხლა, ხო? მე-20 საუკუნე იყო თუ ისე, ტექნიკის პროგრესი ძალიან წინ მიდის და 1000 გასართობია, რაი ტელევიზორია, მობილური ტელეფონებია, სხვადასხვა გაჯეტებია, სხვადასხვა გადაცემებია. და შეიძლება ღმერთი დავიწყოთ აი დღევანდელი დღე სულთმოფენობა, ხო? სული წმინდა მოეფინა მოციქულებს. როგორც ცეცხლის ენები ისე გადმოვიდა. სხვადასხვა ენებზეც აალაპარაკა და წავიდნენ იქადაგეს და წარმოედგინეთ რა, ვინ იყვნენ ისინი რა, ძლიერი ამაქვეყნისანი იყვნენ, ატომური იარაღები ქონდათ, ბირთვული შეიარაღება თუ რა, წავიდნენ და სიტყვით მოინადირეს ადამიანთა გულები, ხო? მანამდე რა იყო? კაცობრიობას ავისდება, ჩვენ ხშირად ვკითხულობთ და რა ვიცი, ალბათ ყველა კითხულობთ ბიბლიას და ბაბილონის გოდოლი რომ შენდებოდა. თუ დაფიქრებულ ხართ რა იყო ის რა, მე ხა ბევრწლიან ადამიანს შევხვედრი ვარ ამას წინადას წუმრების იყვნენ ჩამოსულები და პირდაპირ ესმით რომ რაღაც შენობას აშენებდნენ. ისეთ რამეს აკეთებდნენ ისინი. რაც ღმერთს ეწინააღმდეგებოდა, პირდაპირ ღმერთთან წინააღმდეგობაში იყო. ამიტომ აურია ენები. მაგრამ ეხლა რა ხდება დღევანდელ დღეს, რას დღესასწაულობ ცეცხლის ენებით, ხო? პირიქით რა, გააკეთა ის რომ წინააღმდეგობაში კი არ ვიყოთ ღმერთთან, ისევ ღმერთს შეუერთდეთ. დიდარს უფალი და საკვირველ არიან, საქმენი მისნი. და შევეცადოთ რომ უფლისკენ ვიაროთ. ადამიანს ხშირად გონია რომ რაღაც კარს აკეთებს, მაგრამ იმისავით არ დაგვემართოს ამაში კაცობრიობა ბაბილონის გოდოლს რომ აშენებდა. ის არ გვეგონოს კარგი. ქართველები ვართ და ჩვენიერი რა, მე ქართველს უძახი ყველას, ვინც ჩვენთან ცხოვრობს და ვისაც ქართველად მიაჩნია თავი, ხო? რომელი ვართ ჩვენ? ისერი ვართ, რომელმაც მეორედ მოსვლა, ხო? კარს იყო რა, ჩვენს რომ დაგვიკეტა ტაძრები, წირვალოცა რომ შეწყდება, ხო? ტაძრები რომ მიკეტება, იქვე არის მეორედ მოსვლა და ჩვენმა ერმა გააკეთა ის, რაც ვერც ერთმა ერმა ვერ შეძლო. ომებით შეუძლიათ, რა ვიცი, წინააღმდეგობის გაწევა ვისთანაც გინდა, როგორც გინდა, მაგრამ ეს ვერავინ ვერ შეძლო რა, რაც ქართველმა ერმა გააკეთა, თქვენ გააკეთეთ. რომ შეგხედავთ ვიღაცა გარედან რომ გიყურებენ, ესენი ვინ არიან, ალბათ ფიქრობენ, უძლურები ის, მაგრამ ყველაზე ძლიერები ხართ, იმიტომ რომ ღმერთთან ხართ და ღმერთი არის თქვენთან. ყველა კი არ ვიძახით ხოლმე ჩვენთან არის ღმერთი. მართლაც და ჩვენთან არის ღმერთი. საოცარი ერია ჩვენი რა. აი რა ვაჩვენეთ ხომ ამ ბოლო პერიოდში რა ვაჩვენეთ.
ვითომ ჭამთ ერთმანეთს, მაგრამ და როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე გაერთიანებაზე, აბა როგორ უნდა გავერთიანოთ და შეხედეთ რა, თვითონ ვინც ეკლესიაში დავდივართ, იმათაც როგორი პროტესტის ცნობა გაქვთ ხოლმე, ერთობაში როგორ უნდა ვიყოთ იმასთან. ღმერთი თუ ჩვენ არ გვიშორებს და სული წმინდას მოგვივლინა. მამა ღმერთს არ დაუჯერეთ. ძეღთვისა მოვკალით. სული წმინდა მოგვივლინა ისევ რომ ღვთის წიაღში დავუბრუნდეთ, ხო? რას ქვია რა? ჩვენ როგორ ვერ უნდა გავუგოთ ერთმანეთს, ხო? ღმერთთან როგორ მიდიხარ, სინანულით მიდიხარ. არსად არ წერია რომ სინანულის გარეშე მიდიოდე და ვინც არ შეინანებს, არც ჩვენთან ექნება რამე ნაწილი და მით უმეტეს ღმერთთანაც არ ექნება. ხო, მაგ არის ლაპარაკი რომ ადამიანები უნდა შევეცადოთ რომ ერთმანეთს დავეხმაროთ რომ ღმერთისკენ ვიაროთ ყველა. თუ არა თუ დავყვეს, ხო, სხვები იბატონებენ ჩვენზე. ამიტომ უნდა შევეცადოთ და პატრიარქის იმანზე თავისი კვირით რა გვიჩვენა, ხო? ჩვენ ერის ახალგაზრდებისთვის ხომ არავის არ უსწავლები არც თქვენთვის თითოეულ თქვენთან არის. რა ლამაზი იყო საქართველო. აბა შეხედეთ რა მთელი მსოფლიო გაოცებული დარჩა. თქვენს ხო გაოცებულები და გაკვირვებულები დარჩით, ხო? რაც იქ ხდებოდა. თურმე როგორი ერია რა, აი როგორი დიადიერი ხართ. თურმე რა არის თითოეულ თქვენთაგანის გულსა და სულში, ხო? აბა შევხედოთ რა, აბა შევხედოთ ამას და ნუ დაგავისწრებათ რა, ეს ხომ ღმერთმა გაგხვდა ასეთ ერად რა, ჩვენ რომ ვადიდეთ ღმერთი, არ მიგვატოვა და ღმერთიც გვადიდებს. თორე სხვებს კი არ ჯობივართ, მაგრამ როცა ნაბიჯი იყო ღმერთისკენ გადასადგმელი და ეშმაკზე და ყველაფერზე უარის თქმა, მარტო თქვენ ხართ ერთადერთი ერი, რომელმაც ერმა ეს სიძლიერე გამოავლინა. თელსოფლიოში მთავრობებმა და იმათმა, ხო, თუ სასულიერო ლიდერებმა დაკეტეს ეკლესიები, არა მარტო მართლმადიდებლები, ყველას გადახედეთ რა, მუსლიმები იყვნენ თუ სხვა ნებისმიერი რელიგია, ხო? მაშინვე კლასტერებზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ვითომ ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ და ეკლესიაში თუ არის და არეზიარე, ხო? აი აქ იცოცხლე რომ მოკვდები ადამიანი, ყველა ვკვდებით, ვინც მეორედ მოსდას ცოცხალი არ ხდება, ხო? ანუ ღმერთთან როგორ უნდა მიხვიდე, ხო მე? ამაზე ხომ უნდა ფიქრობდე. რა თქმა უნდა, ერთმანეთს უნდა გავხდიდეთ ხოლმე, მაგრამ ასევე ნუ დამიშნე მე ღმერთთან ურთიერთობას, რა ვინ მოგცა მაგის უფლება, ხო? ამიტომ ეს კარგად გავითვალისწინოთ, საოცარი ერია, საოცარი ახალგაზრდობა გვყავს. და ჩვენსავით ნუ გავხდით ახალგაზრდობას, ერთმანეთთან ბრძოლა კი არ ვასწავლოთ. საკუთარ თავთან ბრძოლა ვასწავლოთ, იმიტომ რომ ორადორი გამარჯვება ჭირდება ადამიანს, ღმერთთან რომ მოხდეს. პირველი შეისნოს ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელი იყოს მირონი ცხოს და მერე ეკლესიურად იცხოვროს და რა არის ეკლესიურად ცხოვრება, ხო? ერთადერთ რამეს უნდა ებრძოლოს. საკუთარ მეს, საკუთარ ეგოს. ღმერთი შეგეწევა და დაგამარცხებინებს ამას. ანუ ეს რა არის, როგორც ღმერთმა იცხოვრა ჩვენთვის, ჩვენც უნდა ვიცხოვროთ სხვებისთვის. ანუ ეს სხვა ვიღაც უცხო კი არ არის, შეიძლება არც იცნობდნენ, შენი მოყვასია. კეთილი სამარიტელივით უნდა იცხოვროთ თითოეულმა, რა ერთმანეთს უნდა გაურთქებდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სული წმინდის მადლით აგავსოთ და ძალიან დიდი პოტენცია და ბევრი რამ არის ქართველ ადამიანს ჩადებული და ერთი რამე იცოდეთ რა, თქვენ ხართ ის ადამიანები, ნებისმიერი რა მიუხედავად იმისა ეკლესიური არ არის ეკლესიური, რომლის გულშიც ქრისტეა. და ის იყო ქრისტეს გამოვლინება პატრიარქის ამ ქვეყნიდან გასვლის პერიოდში, როგორც ვიქცეოდით თითოეული ჩვენთაგან. აბა შეხედეთ, სად იყო იქ დაყოფა, ხო? გაგვერთიანა და შევეცადოთ რა, ერთობის გარეშე ღმერთთანაც არ გვექნება ერთობა. ჩვენ მოვინდომოთ ერთობა და ვისაც არ ენდომება, ხო, ის მაინც გარეთ დარჩება. ჩვენ საშუალება მივცეთ ერთმანეთს, რომ ღმერთისკენ ვიაროთ თითოეულმა ჩვენთაგან. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სული წმინდის მადლით აგავსოთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს შიოს ულოცავ, ეს მისი პირველი ეს დღესასწაულია
სულთმოფენობის დღესასწაული, სამებების დღესასწაული და სულიწმინდა წარმართავდეს მის ცხოვრებას ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ ეკლესიაში პატრიარქია და მასე არის აუცილებელი ჩვენს წმინდა სინოდს ულოცავ, თითოეულ ქართველს ულოცავ და რა თქმა უნდა უფლისგან და დედაღვთისაგან ლოცვა-კურთხევას ვითხოვ ჩემი ერისთვის და ჩვენ საყვარელი პატრიარქ ილია მეურეს ლოცვა-კურთხევას თქო კიდე რა მე მჯერავს რომ მისი ლოცვა-კურთხევა თითოეულ ჩვენთაგან შეეწევა, თითოეულ ქართველს სჭირდება ღმერთის ღვთისმშობლის და ჩვენი პატრიარქი ილია მეურის ლოცვა-კურთხევა. ადამიანები ვართ, ცხოვრება ისეა რა, იყო მაცხოვარი, როდესაც მოვკალით რა გააკეთა, ხო? თავის მოწაფეები და მოციქულები ერთგულები მის დარსნენ, ვინც ღალატში არ გაისვარენ და არ მიატოვეს, 12 მოციქულზე სულიწმინდა მოავლინა და ჩვენ ახლა ეპისკოპოსები იმ 12 მოციქულის მადლის მატარებლები ვართ, სამღვდელოება 70 მოციქულის მადლის მატარებელია, მაცხოვრის იმისი და არ დაგვტოვა ისე უფალმა. მოხდა საშუალება რომ ის მადლი, სულიწმინდის მადლი თითოეულ ჩვენთაგანში რეალებდეს და მოვიხვეჭოთ ეს სულიწმინდის მადლი და ჩვენ სხოდებით და ჩვენს ირგვლივ როგორც წმინდანები ამბობენ და მასეა ათასები სხონდებიან ჩვენს ირგვლივ დავეხმაროთ ერთმანეთს რომ სიკეთე ვაკეთოთ ამ ცხოვრებაში. ღმერთმა თითოეული ის ადამიანი დალოცოს, ვისაც სამება უყვარს, ჩვენი ერთარცება სამება, სულიწმინდა მოვიდეს თქვენზე და ძალი მაღლისა გვფარვიდეს თითოეულ თქვენთაგანს და შეგვეწიოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დედაღვთისა გვფარავდეთ თქვენ და თქვენ ოჯახებს. იხარეთ ორსავ სოფელში ინა მამა ლაზარეს ულოცავ, ამ მონასტერს ულოცავ, ამ სოფელს და ჩვენს ეპარქიას და სრულიად საქართველოს ულოცავ ამ უდიდეს დღეს. და ერთი რამეა, როცა ღმერთი ასე იცავს ქვეყანას, ჩვენ ნუ გავაკეთებთ რომ ერთმანეთში ერთობა დავარღვიოთ. და სხვა ერებიც ალბათ უნდა დაფიქრდნენ რა, როდესაც ღმერთი გამოარჩევს ერთს და ასეთ სიტუაციაში ყოველმოსაც არიზეს და ყველაფერს არიდებს. ჩვენც მოგცემს საშუალება რომ თუნდაც ამ სამყაროში ნორმალური განვითარების საშუალება გქონდეს თორე. რაც არ უნდა შეგვიტიონ, ღმერთი მაინც დაგვიფაროს, მაგრამ დაგვიფაროს იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთთან კეთილი დამოკიდებულება გვექნება. თუ ღმერთი გვეყარება და ღმერთის სიყვარული ის არის, რომ ერთმანეთში ვხედავდეთ ღვთის ხატს და ღვთის მსგავსებას. და არა იმას შემოწინააღმდეგეა, იმან შემაგინა, იმან დამწყევლა, იმან ესხნა, არა. თითოეულ თქვენთაგანი ღვთის ხატი და ხატად და მსგავსად არის შექმნილი და დავინახოთ ხოლმე, ღმერთი დავინახოთ თითოეულ ადამიანში. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმინდის მართ აგავსოთ. ეხარეთ ორსავ სოფელში. ასევე პირველი სულთმოფენობის დღესასწაულია, რომ ჩვენი უწმინდესი ძეციდან იმედი მაქვს, რომ გლოცავს. ყველა წინა პატრიარქებმა დაგლოცოს და დღევანდელს უსურვოთ, რომ ძლიერად იყოს, ძლიერად. აი ხარ. ისე ეძოდეთ ძლიერია ჩვენი ეკლესია, რა არაფერს არ შეგეშინდეთ. ვერანაირი ძალა ხო ვერ შეგეხებათ რა. უფალი გიცავთ. მოინდომონ მაინც ვერ შეგეხებიან რა პირდაპირ გეუბნებით. ნახავთ აი ავადრო და რამდენი ხანია ამას გეუბნებით და რა დღეში ვარ ხო? ჩვენს ბევრ ამას ვწოდავ, უცხოელებიც ბევრ ამას ვწოდავენ. ადრე თუ კი დაალაგდება რა ესაც. თავარია ღმერთი არის ჩვენგანთან და ვისი უნდა გვეშინოს, მაგრამ გაუხსნით ამას. ღმერთი სხვებთანაც იყო, მაგრამ მე თვითონ ირჩევენ ხოლმე სხვა გზას. ბაბილონის გოდოლის შენება არ დავიწყოთ. აი ხარ.